სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ვიდრე რაც მე ვიტყოდი დღევანდელ დღესასწაულზე, არ შემიძლია როგორც მამამ შვილებთან ქრისტეს მიერ, რა თქმა უნდა, არ დავზინო შესახებ იმისა, რომ ეს 10 დღე განშორებული ვიყავი რა თქვენგან, მრევლისგან. თითქმის როგორც საუკუნე გავიდა ჩემს საქმაში. მე ადრე მომეძალა თითქოს ძალების მოკრებას ვცდილობდი ამ ხოთავ სიცხეში, მაგრამ პირიქით რაღაც გარემოებათა გამო უფრო დამიმწივდა ჩართელობა და ასე შემდეგ აღმომაჩნდა ორიოდე სხვა ავადმყოფობაც. რაც ბუნებრივი და დამახასიათებელი არის სიბერისათვის. მადლობა ღმერთს, რომ ამასაც როგორღაც მივახციე და სწორედ სიბერეს, როცა ვნებები კვდება და ადამიანში უფრო მეტი სიცხოვლით იღვიძებს განცდა საკუთარი ცოდვების, შეგრძნება სიკვდილის სიახლოვის და რაც ყველაზე არსებითია ქრისტიანისთვის, სამჟავრო ქრისტესი, რომლის წუნთქვასაც თითქოს გრძნობს ყველა ამ ვითარებაში მორწმუნე ადამიანი. მაგრამ მოვიგონებ ჩემ და სასუებად დავითის სიტყვებს წინასწარმეტყველისა, უფალს რომ მიმართავს, შენი ვარ, მაცხოვნე მე, მკვდარი ღვთის წინაშე არ არსებობს, ყველა ცოცხალია, მაგრამ უფალმა დიდი სიყვარულით და სიბრძნით ისიც გაგვიმხილა, რომ გარდა უგდავი ნეტარების არსებობს უგდავი სატანჯველიც. ერთს უნდა ვესწრაფოდეთ, ხოლო მეორეს გავურბოდეთ. რისთვისაც გვაქვს სწორედ ბოძებული მიწიერი ცხოვრების წლები და ზოგჯერ აწლეულებიც კი. ზოგი მიყავს ბედის საშოდანვე, ზოგი სიღრმეში, ვინ სიჭაბუკეში, ვინ სიბერეში, ეს ჩვენ არ ვიცით. მიუძღვნელ არიან გზანი უფლისანი, როგორც მოციქული პავლე ამბობს. ყოველ შემთხვევაში ამ 10 დღეში თავისებური სარგებლობა ვნახე, სულიერი. მართალია გვამით ტაძარში ვერ მოვდიოდი, მაგრამ სულით აქ ვიყავი და უფალთან ან ლოცულობდი, ან კითხულობდი, ან თარგმნიდი. რადგან როგორც ოქროპირიც ამბობს, ოჯახი ეს მცირე ეკლესია, თუმცა იგივე იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მცირე ოჯახი რაოდენ ღვთისმოსავი ცხოვრებაც არ უნდა ტრიალებდეს მასში, ღვთისმოსავობის სული ვერასდროს ვერ შეცვლის დიდ ეკლესიას, რომელსაც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, რომ ეს არის იდუმალი გვამი ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, ხოლო ჩვენ ასონი ვართ ამ გვამში, რომლებიც ვცოცხლობთ ქრისტეს წმინდა სხეულში, ცხოველს ყოფილი სულიწმინდის მადლით. დღეს ამ კვირიაკეს სამი დიდებული წმიდანის ხსენებაა. სალომე ქართველისა, წამებულისა სპარტაგან, ელია მართლისა, ჭავჭავაძისა და წინასწარმეტყველთა შორის უდიდესისა, ელია თესბელისა. აქვე დავზენდი, თუმცა ადრეც ორიოდეჯერ მithქვამს, რომ ილია არის რუსული კალკი, რუსული ფორმა ამ სახელისა, ჩვენ ვართ ქართველები, როგორც ჩვენი წინაპრები მეტყველებდნენ, ჩვენც ისე უნდა ვმეტყველებდეთ. ელია ქვია ქართულად, არა ილია. ეხლა თქვენ მეტყვით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს აქვს არსებითი მნიშვნელობა. ვილაპარაკოთ, ოღონდ ქართულად ვილაპარაკოთ. როგორც ხედავთ, მეტადრე გლობალიზაციის პროცესებიდან გამომდინარე მიმდინარეობს წაშლა ეგრეთ წოდებული მცირე ერებისა, ენებისა, კულტურებისა და ასე შემდეგ და ჩვენ როგორც დღეს ხსენებული ელია მართალი ამბობს, თავით ვიცით ვისთან უნდა გვეყუდნეს. მეტადრე რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური კულტურა. ენათა ჯგუფი არც ერთ ენათა ჯგუფს არ განეკუთვნება ქართული ენა. უნიკალურია, შეუდარებელია. ამას ამოწმებს ენათ მეცნიერება, საზოგადო მეცნიერება და არაჩვენი ამაყი წარმოდგენა. კულტურაც გვაქვს ძალზედ ორიგინალური. დამწერლობა ერთა უდიდეს ნაწილს საერთოდ არ გააჩნია, ერთმანეთისგან აქვს გადაღებული და შეცვლილი. ჩვენ გვაქვს სამგვარი დამწერლობა. და ასე შემდეგ. მართლმადიდებლობა, რომელიც იმ დღიდან რაც შევიყვარეთ, აღარ გამდგომი ვართ. არ გვიღალატია მისთვის. და რამაც განაპირობა სხვა გარემოებათა
გარემოებებთან ერთად ჩვენი გადარჩენაც. ღმერთმა შექმნა ინდივიდები. ჩვენს ეს ინდივიდუალობა, ჩვენი ქართული ოჯახის ტრადიციებიც იგულისხმება, საზოგადო ტრადიციებიც, ენას, კულტურას, დამწერლობას და ყოველივე უნდა შევინარჩუნოთ. ღვთისმადლით ეს ასეც მოხდება, ღვთისმადლით და მისი ყოვლადწმინდა დედის ფარველობით, რომელიც არის უზესაესი, მეოხი და შუამდგომელი კაცთან მოდგმისათვის და მათ შორის ჩვენთვის ღვთის წინაშე, მისი ძისა და ღვთის წინაშე. სალომე ქართველი ეწამა მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში. დაახლოებით როგორც გადმოცემა ამის, როდესაც ეწამა იერუსალემში ჯვრის მონასტერში წმინდა ლუკა იერუსალემელი, ქართველი. თავდაპირველად სპარსელთა მომძლავრებით უარყო ქრისტეს სალომემ ბევრი არაფერია შემორჩენილი მის ცხოვრებას, მაგრამ ყველაზე არსებითი არის შემორჩენილი, განუდგარა ქრისტეს, კვლავ დაბრუნდა და ეწამა ქრისტესთვის. მაგრამ მერე შეინანა გულწრფელად და დაუბრუნდა ქრისტიანობას, რაც არაპატიეს მაჰმადიანმა სპარსელებმა ცეცხლითა და מחვილით აწამეს, როგორც მის მოკლე ცხოვრებაში ვკითხულობთ და რაკიღა მტკიცეთ იდგა თავის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, სიკვდილით დასაჯეს. ხოლო მოწამეობა რა არის? ამაზე თავადუფალი ამოწმებს 20 საუკუნის წინათ. იმაზე დიდი სიყვარული არ არის ღვთისთვის, ანუ სახარებისთვის, ესე იგი ქრისტეს მოძღვრებისთვის, ანუ მოყვასისთვის დასდვა სული შენი, რაც აღასრულა წმინდა სალომემ. დღესვე როგორც მოგახსენეთ, ხსენება არის ჩვენი ერის მამის, დიდი მამის ილია მართლისა, რომელსაც როგორც იტყვიან ცნობილი გამოთქვას, რომ მოვუხოთ ლომის წილი მიუძღვის ჩვენი ქართული მეობის დანარჩუნებაში. მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. და იგი იმდენად ბომბერაზე პიროვნება იყო, რომ რუსულ იმპერიაში, სადაც მიმდინარებოდა ძალუმად რუსიფიკატორული პოლიტიკა და არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა დაპყრობილ ქვეყნებსა და ერებში, იმდენი იმეცადინა ილია მართალმა და ისეთი სახელი მოიხვეჭა და გავლენა, რომ თვით იმპერატორი დაითანხმა, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ თუნდაც კულტურული ავტონომია, რაც მასში წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ არ დასალდა, რადგან იგი მოკლეს. და მოკლეს ქართველებმა, რა თქმა უნდა, რაც ხშირად ხდება. აი გნებას ჩვენი დიდი პატრიოტის მერაბ კოსტავას შემთხვევაში, ზვიად გამსახურდიაში, იგივე განმეორდა. ვაქვს ეს ტუბალკაენური რაღაც მანკიერება ქართველებს. დღეს განსაკუთრებით, როცა მათგან საგრძნობი ნაწილი ქართველობისა განუდგა ქრისტეს, ვისთვისაც ვეწამებოდით ათეული საუკუნეების განმავლობაში და შეუდგნენ მამონას. ფულის ტრიალებით აიხსნება ყველა ის საზარელი მოვლენები, რაც საზოგადო დედამიწაზე ტრიალებს და მათ შორის რასაც ადგილი აქვს საქართველოში. ტრეფიკინგი დაწყებული და სამშობლოს ღალატით დასრულებული და ქრისტე მაცხოვრისა. ჭეშმარიტად ელია მართალი ეს იყო უგვირგვინო მეფე საქართველოს. და როდესაც მას ჟამსაშინა ერთხელაც თბილისიდან მორიგი საზოგადო საქმეებიდან შეიბრუნდებოდა საგურამოში, ესე იგი მას დაუხსნენ და ტყვია დაახალეს. რა შვებით ილია ვარო, აი ილია რომ ხარ, სწორედ იმიტომ გესვრითო. და მოწამეობრივად დაასალა. ეს უფლისთვის შეიძლება ითქვას გადაჭარბების გარეშე და სამშობლოსთვის აღესრულა და ხო ის საკვირველება საეკლესიო კრებაზე, გაფართოებულ კრებაზე, როდესაც ესე იგი ლაპარაკი იყო მის კანონიზაციაზე, სამღვდელოების ნაწილმა არ დაუჭირა ამას მხარი. სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ერთნი ამბობდნენ, რომ თამბაქოს ეწეოდა ზოგჯერ, მეორე თქვა, რომ ტანიც სრული იყო, გაგეყილებათ. ყველა ასეც რო ყოფილიყო და უარესი სასიკვდინე ცოდვებში ყოფილიყო, მან მოწამეობით დაასრულა სიცოცხლე. და ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს. სწორედ იმის გამო მოკლეს, რომ ის იყო ღვთისა და სამშობლოს პატრიოტი. მაგრამ როდესაც შეხედავ
მათ ცხოვრებას, ვინც უარყვეს როგორც წმინდანი და დღემდე უარყოფენ არის ნაწილი სამღვდელოებაში, არა მარტო ერში, არ გაგიკვირდება, როგორც ცხოვრების წესი აქვთ, სტილი და მძამსი, ისეთი წარმოდგენები აქვთ და მათ შორის წმინდანებსაც. დღეს ხსენება არის უდიდესი წინასწარმეტყველის ელიასი, თეზბელისა. აქაც რუსული კალკით გავხსენდა თეზბიტელი. ეს არ არის ქართული გამოთქმა. ის იყო ქალაქ თეზბადან, ვერანაირად თეზბიტელი ვერ იქნებოდა. ქართულ გაგებაში ის იყო თეზბელი, ილია თეზბელი. ეხლა თუ კიდევ ერთხელ მეტყვით რომ არ არის მნიშვნელოვანი, მე არ დაგეთანხმებით. დღეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად. იოტისოდენ არაფერი არ უნდა დართო. ქართული და რომელიც 20 საუკუნეა უკვე ქრისტიანულია, მართლმადიდებლობითია, ემაც, კულტურაც, წარმოდგენების, ტრადიციების და ასე შემდეგ. ყველაფერს ვერ მოვყვებია. მოციქული პავლე ამბობს, რომ ქრისტემ თავის ეკლესიაში დაადგინა სამი მაშა სადამე თავდაპირველად წინასწარმეტყველი, სხვა ეპისტოლეში ამბობს მოციქული, ერთ ეპისტოლეში ჯერ ასახელებს წინასწარ, მეორეში მოციქულს. არსებითი მნიშვნელობა არა, ყოველ შემთხვევაში უპირველესნი ქრისტეს მიერ ეკლესიაში ქრისტესი არიან წინასწარმეტყველნი, მერმე მოციქულნი, შემდეგ მახარებელნი, შეწევნანი, ძალნი და ასე ჩამოთვლის ყველა მის, რომელიც მოქმედებს და სხვაობს ყოფილობს ქრისტეს ეკლესიაში. ესე იგი, არაუბრალოდ წინასწარმეტყველი იყო რა არის პირველი წმინდანთა დაში ერთ-ერთი, არამედ თვით წინასწარმეტყველთა შორის არის ერთ-ერთი უპირველესი. და რითი გამოირჩა განსაკუთრებით ილია თეზბელი? საღვთო მოშურნეობით, რომლისთვისაც საშინელ დევნაში იყო, თითქმის შეიძლება ითქვას მთელი ცხოვრების განმავლობაში. უჩვეულო რამ მოხდა, როდესაც ილია თეზბელი იშვა, ლევიტელი იყო წარმოშობით, ლევიტელთა ტომში გაჩნდა, მამამისმა ნახა ძალზედ უჩვეულო საკვირველი სიზმრეული ჩვენება. თითქოს რომელიღაც საკვირველი ნათლის მოსილი ჭაბუკები მას ცეცხლში მიმოატარებდნენ ახალშობილ ელიას და ესე იგი ცეცხლს აჭმებდნენ. როდესაც განშიფრებულმა მამამ ეს მოუთხო იერუსალიმის მღვდელს, ერთ-ერთ მღვდელს მან უთხრა, ნუ შეშინდები, შენი შვილი წმინდა და მართალი ცხოვრებით იცხოვრებს. და რაც მართლაც ასე მოხდა. ეს ჩვენება იყო წინასწარმეტყველური, ესე ვთქვათ, ამ წინასწარმეტყველზე. აქვე მაგონდება ესაიასთან დაკავშირებით, ვიდრე წინასწარმეტყველების ნიშს მიიღებდა, მანამდე ხილვა ჰქონდა, რომ ზეციური იერუსალიმიდან, ზეციური სიონიდან აღებული ნაკვერცხლები გადააკლაპეს ანგელოზებმა ესაიას და მხოლოდ მერეღა იყო წინასწარმეტყველი მამათა განმარტებით ცეცხლი, ნაკვერცხალი რომ გადააკლაპეს ერთს თუ მეორეს, ამით განსმიდეს ისინი ყოველგვარი ცოდვისაგან და შეუფერებელი გულის სიტყვებისაგან და მერმეღა მიანიჭეს უდიდესი ხარისმა ნიჭი წინასწარმეტყველებისა. სიღრმიდანვე ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა. ასეთი იყო მისი სურვილი, მიდრეკილება და უდაბნოში აღიზარდებოდა იოანე, როგორც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემელი. იყო კაცრ მარხვასა და ლოცვაში და ფიქრში, ბჭობაში, განჭრეტაში, ღვთიური საგნებისა, რითაც უკვე აქედანვე შეიძინა ერთგვარი სიბრძნე. ამის შემდგომ და ამასობაში უფრო სწორად ძალზე დამძიმდა მდგომარეობა ისრაელში. მას, ესე იგი, მეფედ მოვიდა აქაბი, რომელიც თავისი წარმართი ცოლის გავლენით იეზაბელისა თავადად ჩავარდა კერპთაყვანისმცემლობაში, უარყო მამათა ღმერთი, უფალი საბაოთი და კერპების შენება იწყო ეშმაკთათვის. და მათ შორის ბაალის კერპისთვის ტაძრის აგებაზე დაიყოლია წარმართმა ცოლმა. რის გამოც დიდი რისხვა გადმოვიდა არსუ დიდი ხნის შემდგომ ისრაელზე. კერძოდ აღზრდა თავისი მოსურნე წინასწარმეტყველი ელია, რომელიც ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, რომელიც წარდგა მეფის წინაშე და უშიშრად ამხილა უსჯულოებაში, მამაპაპათა ღმერთის ღალატში
და კერპთაყვანისმცემლობაში და მოუწოდა სინანულით დაბრუნებულიყო სარწმუნოებაში, რადგან შენი მაგალითით ისრაელიანებიც იღუპებიანო, ბევრი მათგანი განუდგა ღმერთს, გაიყვნა უკიდურესად ერი და გახდა კერპთაყვანისმცემელი და ესე იგი რამაც რისხვა გამოიწვია მოგვიანებით არსო დიდი ხნის შემდეგ, როგორც გითხარით ისრაელში. მას წარდგა და ამხილა, მაგრამ სასაცილოთაც არ იყო აქაბ მეფეს. ამის გამო ელია მიწინასწარმეტყველა იცოდე, რომ შენი ლოცვით ღმერთი დახშავს ცას ისრაელის თავზე 3 წელიწად ნახევარი და ცვარნავს ვერ იხილავთო. არც ამარ არ შეაგონა უგონორი მეფე. დაცემით გამოაწევეს სამეფო კარიდან. ელიას ლოცვით მართლაც საშინელი კვალვები დაატყდა ისრაელს. განსაკუთრებულად დაუნწიმდა ერისკაცებს მდგომარეობა 3 წლის შემდგომ. საშვილოს ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ. დაერთხელაც, როდესაც უდაბნოდან გამოვიდა ელია, დაინახა მეფე აქაბი, ესე იგი სასახლის უფროს კარისკაცთან ერთად, რადგან ნახირისთვის საძოვარს ეძებდნენ, გადახმა ირგვლივ ყველაფერი. აი სწორედ აქ შემოხვდა ელია და აქაბმა შერისხა. შენს გამო ისჯება ჩვენი ერი, არა ჩემს გამო, არამედ სწორედ შენს გამო, რომ უღალატე მამაპაპათა ღმერთს და აი აასრულე წინასწარმეტყველება ჩვენი თქვენს თავზე. შენ თუ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი ხარ, განაგრძობს ელია. მოდით ესე იგი კარმელის მთაზე შევიკრიბოთ. დაიბარე ისრაელიანები. შენი ქურუმები, რომელიც რიცხვით 850 იყვნენ, კერპების ქურუმები, რომელსაც განსაკუთრებულად ფარველობდა წარმართი დედოფალი ეზაბელი. თითოეულმა თავის ღმერთს შესწიროს, ღმერთი აბა ვნახოთ, ვისგან შეიწირავს. მეფე შუაში დაუჯდა ელიას ეს რჩევა. ბრძანა და შეკრიბა კარმელის მთაზე მთელი ისრაელი, ქურუმები მოაყვანინა, რომლებიც გათენებიდან დაღამებანდის ისერავდნენ თავებს, იდენდნენ სისხლს და თავიანთ კერპებს ევედრებოდნენ, რომ შეეწირან წინადაგების სვერპლი, რომელიც დაუგეს იქ, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. საღამო ხანს ელიამ დაცინვა დაუწყო. კარგად იყვირეთ, იქნებ ზინავ თქვენ ღმერთებს. იქნებ საქმეზე არიან წასული და მობრუნდებიან და ასე შემდეგ. ცოფდებოდნენ ქურუმები, მაგრამ ერი ხედავდა, რომ არაფერი, არანაირი მსხვერპლი შეწირვა არ ხდებოდა. მაშინ ესე იგი დააწყობინა 12 ქვა ელიამ. თხრილი გააკეთებინა გარშემო, დადო სამსხვერპლო, წყალი მოასხა შეშალსა სამსხვერპლოსა, თხრილი წყლით ავსებინა და ლოცვა არ ქონდა დამთავრებული, როდესაც ცეცხლი გადმოვიდა ზეციდან და სულ ერთიანად მოსა ყველაფერი. თვითქვებიც კი ქვები რომ დააწყობინა 12 რიცხვით ეს ისრაელის 12 ტომს განასახიერებდა, ანუ ელიას ლოცვით ღმერთი აღადგენდა კავშირს უფალ საბაოთან, ამას ნიშნავდა ეს და თელმა ხალხმა აღმოიძახა ჭეშმარიტია ელიას ღმერთი. ამის შემდგომ ელია თესბელმა საკუთარი ხელით დააყრევინა თავები ქურუმებს. ესე იგი ამის ხილვაზე სინანულში ჩავარდა აქაბ მეფე და შეინანა თავისი კერპთაყვანისმცემლობა და როდესაც უკან დაბრუნდა და დედოფალს მოუთხო, როგორი საზარელი სასწაული მოხდა კარმელის მთაზე, დედოფალმა იგი შერისხა. გაცოფდა და გადაწყვიტა და გაგზავნა თავისი კარისკაცები ბრძანებით, რომ ელიას თავი მოეტანათ მასთან, ანუ სიკვდილით დაესაჯა. ელია იუტოდა მათგან. ერთ-ერთ ღმერთმა მაგ დროს უბრძანა, ეს მანამდე მოხდა უფრო სწორად, როდესაც საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა და ესე იგი დამწიმდა მდგომარეობა 3 წლის შემდგომ, რომ იორდანეს იქით გადასულიყო და იმ უდაბნოში დაინარჩუნებდა მას ღმერთი, სადაც ქებრონის ნაკადულებით უკლავდა ღმერთი ესე იგი წყურვილს ელიას და ყორნები დილით და საღამოთი უზიდავდნენ საზრდელს. მსგავს ასწაულებს კითხულობ პავლე თებელის ცხოვრებაში, შიონ ღვიმელისა და რამოდენიმე წმინდა მამისა, ასე როგორც ჩვენს დავით გარეჯელს ირმები ემსახურებოდნენ ღვთის კურთხევით და სხვა და სხვა. ადამიანი როგორი უგუნურია, რომ პირუტყს ნადირს ესმის ღვთისა და მორჩილებს. ადამიანს, რომელიც ხატად და მსგავსად
შექმნა ღმერთმა და ყველაზე ახლოს უნდა იყოს და ყველაზე გაშორებულია დღეს განსაკუთრებით და ბოლოს დადგება საშინელი აპოსტასია ღვთისაგან განდგომა რა დროსაც მოავლეს სწორედ დღეს ხსენებულ წმინდას ილია თესბეს მართალ ენოქთან ერთად ამაზე ცოტა მოგვიანებით და როდესაც ყოფილვარ ღვთის მადლით იმ უდაბნოში სადაც ელია თესბელი მოღვაწეობდა ღვთის ბრძანებით საზარელი უდაბნოა პაპანაკებასისხე ქვიშა არანაირი ნუგეში ადამიანური სულისთვის და სიცოცხლისთვის მაგრამ ღვთის მადლით დაინარჩუნა უფალმა შემდეგ როდესაც კებრონის ნაკადულები დაიშრიდა ღმერთმა უბრძანა რომ სარებთელ ქვრივ დედაკაცთან მისული იყო მართლაც ყოველგვარი განжის გარეშე ელიამ ამ დედაკაცს სარებთა სოფელ სარებთაში მიაშურა და აღმოჩნდა რომ ერთადერთი ვაჟი ყავდა თავად ქვრივი იყო და ესე იგი უბრძანა წინასწარმეტყველო მომიზილე პური და გამომიცხვეო და დედაკაცმა უთხრა ერთი ხვეზა ფქვილი გვაქვს და ცოტაოდენი ზეთი ჭურჭელში ახლა უნდა მოგვეზილა მე და ჩემში გვეჭამა და შემდეგ სიკვდილით მომკვდარიყავით შიმშილით მაგრამ რამდენადაც შენ ღვთისკაცი ხარ ამდენად ესე იგი ლუკმა რო იტყვიან ქართულად გამოიღო პირიდან დედაშვილმა წინასწარმეტყველს გამოუცხო და დააპურა ელიას ლოცვით იმ დღიდან ამ დედაკაცის სახლში ზეთი და იფქლი ანუ ფქვილი ძველ ქართულად არ დალეულა გარკვეულ დროთა ჟამალდის მოხდა ისეც რომ ერთხელ წიმედ დაავადდა მისი ვაჟი ამ ქვრივისა და გარდაიცვალა დედამ რა თქმა უნდა განიცადა და რაში შანს კიდევ მისი ღვთისმოსაობა ღმერთს კი არ დაუწყო გმობა რომ ერთადერთი შვილი წამართვიო როგორც ბევრი ჩვენთაგანი იტყოდა სიმწარეში არამედ საკუთარ ცოდვებს მიაწერა ეს უდიდესი და უმძიმესი განსასწრელი ელიას ლოცვით ღმერთმა აღადგინა მისი ვაჟი მდრეთით ის იყო მომავალში იონა წინასწარმეტყველი ესე იგი ელიას ლოცვით მისი მადლით ესეთ იღებს წინასწარმეტყველების ნიშს და მისი ლოცვით არის ბოლოს და ბოლოს მდრეთით აღდგენილი უпростоრად აღდგარი ამის შემდგომ ესე იგი რა კი ეზაბელი ეძებდა შორეულ უდაბნოში განმარტოვდა ელია ჩაემხო პატარა ბუჩქნარში რომელიც უდაბნოს მცირე ბუჩქნარი იყო და აპირდა ელია და ღმერთ შესივლა რომ ერთი მეღა დავრჩი და ჩემს სულსაც ეძებენო ღმერთმა სანუგეშებლად უთხრა ვინ გითხრა რომ ერთი შენ დარჩი ვისაც ბაალისთვის ანუ კერპისთვის მუხლი არ მოუდრეკია ისრაელში მყავს 7000 მამაკაცი რომელსაც არ მოუდრეკია ეშმაკისთვის მუხლი და ვიდრე ორი ან სამი ადამიანი თუნდაც ერთი დარჩება დედამიწაზე რომელიც გადარჩენაც კიდევ შეიძლება ღმერთი ხოვნის და არ მოდის დედამიწაზე და როდესაც უკანასკნელი წმინდანი შეადგავს ხშირად გვითქვამს სასუფეველში თავს როგორც წმინდა მამები წინასწარმეტყველებენ აი მაშინ მოვალ სადგით უფალი გაჟა ცხოველთა და მკვდართა მაშილია დაადგა გზას და მძიმე სულიერ ბრძოლებშია გზად მას გამოეცხადა ანგელოზი უფლისა რომელიც უფალმა წარმოუგზავნა საზრდელი აჭამა ღონე მილეულს და ქანს გაწყვეტილს ძალები მოაკრებინა და უბრძანა ქორების მთაზე ასულიყო რაც ელიამ 40 დღის შემდეგ მიადგარა ქორებს აღასრულა კიდეს აი გამოქვაბულში დაივანა და მას აქ ჰქონდა გამოცხადება ღვთისა ესე იგი ღვთის დიდება ეჩვენა იყო ქარბუქი იყო მიწისძვრა დიდი იყო ცეცხლი მაგრამ იქ არ იყო ღმერთი მერმე მოოპერა ნიალწვრილმა სიომ თანამედროვე ქართულით რომ ვთქვათ და მასში იყო ღმერთი იქიდან გლოსოლალით მოსაუფალმა ხმა ესე იგი ამით ამ გამოცხადებით უფალმა რა აჩვენა თავის მოშურნე წინასწარმეტყველს რომ მას დასჯა კი არ უნდა ცოდვილი ადამიანების და ამგვარად მოდრეკა არამედ სურს რომ სინანულით საკუთარი ნებით დაბრუნდნენ უფალთან საამისოდ ღმერთმა შეიძლება განსაცდელების დაუშვას მაგალითად 3 წელიწად ნახევარი შიმშილი რომ იყო ეს რა თქმა უნდა უდიდესი განსაცდელი იყო რომელიც სიკვდილით ემუქრებოდა ისრაელიანებს მაგრამ
გარკვეულ დროდაშამანდის. ისე რომ ჩვენს პირად ცხოვრებაში გვაქვს რა ფათერაკები, განსაცდელები, უბედურებები, ავადმყოფობები, რომელთა საუბრითაც დავიწყეთ თავი და სხვა, ყოველთათვის, როგორც უფლის ხორციელს მაწოდებული იაკოვი, ამბობს ყოველთათვის, ყოველ საშინა მადლობდეთ უფალსა. ეს მხოლოდ ჩვენი ცხონებისთვის არის. ერთის მხრივ უდიდეს უმეტეს შემთხვევაში განსაცდელები და ავადმყოფობები ჩვენი უგუნური, ცოდვიანი ცხოვრების პირდაპირი შედეგია, მაგრამ მაინც და მიუხედავად ამისა, ეს არის წყალობა ღვთისა, რადგან ამ გზით ცდილობს მოდრიკოს ქედმაღალი, სულიერად ბრმა და უგუნური ადამიანი. აი რატომ უნდა ვმადლობდეთ ამ ყველაფრისთვის უფალ ღმერთს. როდესაც ადამიანი შედის ასაკში, შედარებით ღრმად შედის სარწმუნოებაში, ის ხედავს, რამდენად აუტანელია მიწიერი ცხოვრება. სხვაგვარად არ ჩავმართოთ, თუ ვედრებოდე წმინდა მამებს ამგვარი მსოფლმხედველობისა, მაგრამ ამგვარი მგრძნობელობა უკვე ჩვენ სულშიც არის დაუბერტირა და გარეშე მომეჯარა და უამრავი ავადმყოფობა. მიწაზე ცხოვრება აღარ მინდა. მაქვს სურვილი განმარტოების, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იღიმოდა, ადრე ხომ მოგიყევით. ესე იგი, ბეთანიაში როცა მორჩილად ვიყავი, ორთვე ნახევარი სურვილი გამიშთა, რომ აღკვეცილიყავი ბერად და ბეთანიის იქით ერთი ქედი ყავს, ქვაფთახევის მონასტერში, რომელიც მაშინ არ იყო მოქმედი, დამკვიდრებული იყავი და მოძღვართან კვირაში ერთხელ ამ ქედით გადმოსულიყავი, ჩემს სულიერ მამასთან. მაგრამ მოძღვარმა უარი მითხრა ბერად აღკვეცაზე. როცა პატრიარქთან ჩამოვედი, პატრიარქმაც უარი მითხრა. პირი გავაღე თუ არა და დავაპირე მეთქვა, რომ სურს მომივწიფ და სემინარიდან წავედი, ესე იგი მონასტერში და სურს ბერად აღკვეცა, პატრიარქმა არც დამამთავრებინა. საჩვენებელი თითი აიშვირა ზევით და მოკლედ თქვა, იქ გადაწყდა, ერში უნდა დაბრუნდე, სემინარიაში. რა თქმა უნდა, მორჩილება ერთისას და მეორისას სხვანაირად რა აზრი აქვს ქრისტიანობა შენში აღმასრულე, მაგრამ შინაგანი უკმაყოფილება მქონდა და ერთხელაც მოვიხელთე ცალკერის მამა გაბრიელი და უთხარი, რომ აი ესე მოხდა მეთქი, სურვილი მაქვს მეთქი და როგორ გავიცანი საერთოდ მამა გაბრიელი. სამთავროს მონასტერში ფსალმუნებს სწავლობდი, ზეპირად სემინარის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. ბინდებოდა უკვე და ერთხელაც როცა შემოვრუნდი, მიმოვდიოდი ბაღში სამთავროსი, დავლანდი ადამიანის გავსება და მოულოდნელობისაგან შევხვდი და შევხვდი. შორიდან გადმომძახა, გეშინის მოყვასო. როცა დავაკვირდი, ტანდაბალი ადამიანი იყო, რაღაც ახლო რომ მოვიდა, რაღაც დაძენძილი იმაში იყო, გახვეული საბერო სამოსელში. წესიერად ვერც გავიგე, იყო ბერი თუ არ იყო და რას აკეთებ მოყვასო და მე ვთხარი ფსალმუნებს სწავლობ მეთქი, პახომი დიდის რჩევით და რატომო? პახომი დიდის ტიპიკოსი წერი ადრე ასე იყო მეთქი ეგვიპტის უდაბნოს სხვა, ვისაც ბერად აღკვეცა სურდა, ზეპირად უნდა დაესწავლა ერთ-ერთი პირობა, არაერთადერთი 150-ვე ფსალმუნიო და მე შენ პირობა გინდაო და კი მეთქი თავი დავხარე. ჩვენი გვარი საყოფილ ხარო, როგორც იცოდა ხოლმე და ჩამეკრა მთელი ძალით გულში. ხო და აი უთხარი, შენს ხომ მომიწონე მეთქი. პირველ კურსზე უკვე მეორეზე ვიყავი, გადმოსული მონასტრიდან რომ დავბრუნდი და ესენი არ მაძლევენ კურთხევას და გაიცინა და გაიღიმა და თქვა, რომ შენ ღმერთს ერთში სჭირდებიო, აქ უნდა ასწავლო ღვთის სიტყვაო. ესეც არ მომეწონა გულის სიღრმეში და როგორ საერთოდ არ აღვიკვეცე მეთქი და ვინ იცისო, სალოსურად გითხრა, ვინ იცისო, გარკვევით პასუხი არ მითხრა. და ვარა ამ გაუგებრობაში 70 წლის მოხუც. მოკლედ რო გითხრა. აქვე მაგონდება ჩვენი ამ გარდაცვლილი ტკბილი პატრიარქის ელიას ნათქვამი. ერთ-ერთ შენდობის კვირიაკეს თქვა, რომ სულ ბერობაზე ვოცნებობდი ახალგაზრდობიდან, მერე სასულიერო სემინარიაში როცა ვსწავლობდი, აკადემიაში, მაგრამ ხედავ თუ ღმერთმა როგორი ჯვარი გამიმზადაო. ვფიქრობდი განდეგილობას და დამატო პატრიარქის ჯვარი, რომელიც ძალზედ მძიმეაო. მართლაც ესია მეტადრე ასეთი ერისა, როგორც ჩვენ დღეს ავარ, თუ ერი გვეთქმის და ბრბოთ არ ვიქეცით უკვე. როცა ერთობა, საერთო ორიენტირების უფრო და უფრო ნაკლები გვაქვს ერთმანეთს შორის. ერთი სიტყვით
ნიავწვლილში გამოეცხადა და აჩვენა, რომ მას სურს ყოველი ადამიანის მოქცევა, გოლის შემოსვლილი, სულის შემოსვლილი და ამგზით ცხონება. ეს არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი. მაგრამ უფრო დიდი სულიერება არა ის, რომ თუნდაც ბერმონაცნობა და განდეგილობა გსურდეს სხვადასხვა გარემოებათა გამო, არამედ დადგე იქ, სადაც უფალი გიბრძანებს და აღასრულო ის, რაზედაც გაკურთხებს. ეხლა რო გითხრათ სიმართლე, დღესაც 10 დღე არ მიწირია, თითქოს საუკუნე გავიდა მეთქი შესავალში ვთქვი და უკვე რაღაც გაუცხოებულივით ვიყავი თითქოს წირვა რომ დაიწყო თავდაპირველად და მერე ეს შინაგანი თბილი გრძნობები იფეთქა ისევ როგორც ჩვეულებისაებ ხდება ხოლმე წირვა-ლოცვის დროს. გითხრათ სიმართლე, დიდი ბრძოლებიც ჰქონდა, მექადაგა თუ არ მექადაგა, შინაგანად თითქოს არც მინდოდა. მივაწერდი ამას დაღლილობას, სიცხეს, რაც ყველაზე საშინელი პერიოდია დიაბეტიანი ავადმყოფისთვის. სულ რომ არაფერი მიზეზი არ იყოს, მაღალი სიცხე თავისთავად უკვე გიწევს შაქარს. ისე რომ ინსულინის კეთებაზეც გადავედი როგორც სიტყვიან ხოლმე, რაც არ სურდა ძალიან. იძულებიდან გამომდინარე. რადგან სიცოცხლეც, ჩამრთელობას ეს ღვთის ნიჭია, რომელსაც უფალი აძლევს და გაფრთხილება სჭირდება და რისთვისაც ასევე პასუხს მოგხობს უფალი შენი სულის განკითხვის შანსს. ხო, და არც მოკლედ დიდი ბრძოლები მქონდა, მექადაგა თუ არ მექადაგა, აი ტაძარში წამოსვლამდე მქონდა ეს ბრძოლები, მაგრამ როდესაც საერთოდ ზიარება მივიღე, უკვე გადაწყდა ჩემს სულში შიგნით, რომ მეთქვა რაიმე სიტყვა. რა იქნებოდა ეს? როგორი იქნებოდა? ეს კი არ ვიცი. მაგრამ მავალებდნენ ეს დიდი წმინდანები, ელია თეზბელიც, ელია მართალის და წამებული სალომეც, რომ რაიმე მათ საქებრად გამომეთქვა, რათა ამ გზითაც მათი გახსენები, რადგან მთელი მათი ცხოვრება ეს იყო ჯვარცმა და ღვთის დიდება, კიდევ ერთხელ მათი გახსენებით განმედიდებინა თქვენთან ერთად უფალი ღმერთი და ამავე დროს ვიდრე დავასრულებდე, მინდა მოვიგონო ისიც, რომ არის ძალიან ძალზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება, როგორც ძველი აღთქმის წიგნებში, ასევე აპოკალიფსურ გამოცხადებაში, საღვთო გამოცხადებაში იოანე ღვთისმეტყველისა, რომ უკანასკნელ ჟამს, როდესაც ანტიქრისტეს რეჟიმი დადგება და ეს სხვათა შორის 2 დღის წინ ერთ-ერთი დამიკავშირდა მორწმუნე და სულ უპირსხობე, აი მაგას დაბერეკ ამასინათ ომი რო დაიწყო ამერიკაირა, აი მამაო თქვენ რო ამბობდი, მე კი არ ვამბობდი მეთქი შვილო, ამას ამბობენ წინასწარმეტყველები, როგორ ხდება ჩვენს თვალწინ. აი 2 დღის წინ დამირეკა ჩემმა ებრაელმა კლასელმა და გვარიც მითხრა მისი და მითხრაო, რომ აი ეს ომები რომ დამთავრდებაო, იგულისხმება რუსეთ-უკრაინის ომი, ამერიკა ირანის ომი და სხვა, ჩვენი მეშიახი გამეფდებაო. თქვენ რომ ანტიქრისტეს ეძახით და ეს არისო ჭეშმარიტი მესამე, ამან დაუწყო წინასწარმეტყველებიდან ლაპარაკი, რომ არის დიდ ხილში და სიცრუეში შეყვანილი და სხვადასხვა, მაგრამ მან არაფერი არ ისმინა. გამძაფრებული მოლოდინია არსებობს ებრაელებში, მეტადრე რომელიც თავიანთ შულს მისდევენ მეშიახის, ანუ მესიისა და ხელში საბოლოო თქვენში ჩერჩებათ ანტიქრისტე. და როდესაც თვალი აეხილებათ, ებრაელთა საგრძნობი ნაწილი უარყოფს მას და შეუდგება ჭეშმარიტ მესიას, რომელიც მათმა მამებმა ჯვარს აწვეს. აი სწორედ მაგ პერიოდში, მთელი 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, ეხლა დაუკვირდით თქვენ, შიმშილობა ელიას ლოცვით იყო 3 წელიწადნახევარი, მას ჟამსაშინა. ასევე 3 წელიწადნახევარი იქნება საზარელი ჭირის დღეები ანტიქრისტეს რეჟიმის დადგომით. ანუ 42 თვე, როგორც აპოკალიფსის არის ნახსენები, ანუ 1265 დღე. და საშველი არ იქნება. ელია და ენოქი, რომელიც მასთან ერთად გამოეცხადება ისრაელიანებს, ამ ხელს მთელი ამ ხნის განმავლობაში ცრუ მესიას, ანტიქრისტეს, უდიდესი ძალაუფლება ექნებათ ღვთისაგან ამ ხნის განმავლობაში სწორედ მიცემული, რომ მდინარეს სისხლად აქცევენ, ციდან ცეცხლს ჩამოიყვანენ და სხვა
და ეცდებიან რომ ისრაელიანები სინანულში მოიყვანოს და განდრიკოს ისინი ანტიქრისტეს თაყვანისცემისაგან. მაგრამ როგორც არის ნაწინასწარმეტყველები, მათი ამ ქადაგებლობის დასასრულ ღვთის მიშვებით ანტიქრისტე საკუთარი ხელით დახოცავს მათ და ისე გაეხარდებათ მათი სიკვდილი ენუქისა და ელიას, იმიტომ რომ მათ მოწყლულ სინდის აღხელდა და აღვიძებდა და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ ეს წინასწარმეტყველები, თავად კი მიდრეკილი იყვნენ ანტიქრისტესაგან, ცხოვრების წესით, ცოლმხედველობით და ასე გულის სიტყვებით და სხვა საქმეებით, რაც დავარია, რომ ერთმანეთს საჩუქრებსაც კი გაუგზავნენ, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წინასწარმეტყველებს. მაგრამ მესამე დღეს მოხდება სასაული იმგვარი, როგორც მოხდა ჩვენს უფალზეც, რომელიც ღვთის საკუთარი ნებით მიიძინებს და ღვთისა და მამის ძლითა და ნებით აღსგება მკვდრეთით. მესამესა დღესა ისინი აღსგებიან მკვდრეთით, მოხდება დამანგრეველი მიწისძვრა, ამის ნიშნად იერუსალიმის მიათედი დაინგრევა და თავად კი ღრუბელთა ზედა ღაღადებით ღვთის მიმართ ამაღლდებიან ცათაშინა, რათა დიდებით მომავალ უფალს იესო ქრისტეს შეხვდნენ, რომელიც მოვალს გაჟად ცხოველთა და მკვდართა, რომლის არის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. ახლა კი გარდავიხადოთ სავედრებელი სადღესასწაულო პარაკლისი ამ სამი წმინდანის მიმართ. პატრიარქის სამწმინდაო. ეს ხატები გადაიღეს სამივე. ეს ხალხი და ჩვეულებრივი.
გამედუცხონდე და გამსკუნებე საქმენი უფლისანი. ღმერთი უფალიდა გამოგვისაჩვენ, უთრავა სამავარის აღელიდა უფლისათა. როდი რომ შეურაცხყვეს მაშენებელთა ესე იქნა თავკიდეთა, უფლისანი ერიყო ესე და არ საგვირო წინაშე თვალთა ჩვენთან. Sarmepelo Eliaga, Evedrech mer sačvenatvis. Sarmepelo Eliaga, Evedrech mer sačvenatvis. Deva in hamasada cesada, წმიდა სასულცა. Martalo Eliaga, Evedrech mer sačvenatvis. Წმიდა Martalo Elia, Evedrech mer sačvenatvis. Martalo Eliaga, Evedrech mer sačvenatvis. Deva in hamasada cesada, წმიდა სასულცა. Mozameo Salomeke, Evedrech mer sačvenatvis. Mozameo Salomeke,
Salome, evedre ღმერთსა ჩვენთვის. Წმინდა მოწამეო სალომე, evedre ღმერთსა ჩვენთვის. Სადაც ესადაც მიდასასრულსა მშვიდობით უფლისა მიმართვილოცა შეგვეციენ გვაცხოვნენ შეგვიწყალენ და დაგვიწვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა ოღონდ წმინდისა უხსნელისა უფროისა კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მომხსენებელთა თავნითვის ნიდა ურთიერთობს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტეს აღმერთსა ჩვენსა შევეთმე რამე თუ კურთხეულარ სახელი შენი და დიდებულ ეუფება შენი მამისა თაძისა დაწმიდისა სულისა აზდა მრადის და უკუნითი უკუნისამდე მოხედე სიბრძნილი წარდგომა ფსალმუნი დავითისი შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესამაზე და მელქისედეკისა მოსე და არონ მღვდელთა შორის მისთა და სამუელმა თან არონ ნიხადიან სახელ სამისა შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე უფლისა მიმართვილოცა რამე თუ წმინდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო და რომელიც წმინდათა შორის განისვენებ და შენ დადიდებასა გვავლენ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ყოველი სული აკებდით უფალსა აკებდით ღმერთსა წმინდათა შორის მისთა აკებდით მას სამყაროთა ძალის ამისისათა ყოველი სული აკებდით ღირსობა ჩვენ დასმენა წმინდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩვენსა ვევედრნე სიბრძნით აღემართელი დაისმინე წმინდა სახარება მშვიდობა იყო ელთა მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი სამოწაფეთა რომელმან შევიცნარეს ჩვენზე შევიცნარა და რომელმან მე შევიცნარო შეიცნაროს უმალინებელი ჩემი რომელმან შეიცნარო წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს და რომელმან შეიცნაროს მართალი სახელად მართლისა სასყიდელი მართლისა მიიღოს და რომელმან ასვაც ერთ სამცირე დაგარსა სასმელი ერთის კალიგრილი სახელად მოწაფისა ამენ გეთვითვენ არაწარწდეს სასყიდელი მისი ყოველთვის დამოწაფეთა აღამენი გავლენეთკე ვითარცა ცხოველთა შორის გელთა იყვნენ უკვე მეცნიერი ვითარცა გვერდნი და უმამკო ვითარცა დრედნი ეკრძალებოდეთ პასქაგან რამე თუ მიგცემდნენ თქვენ კრებულსა და შორის შესაძლებლობთა მანთა კანჯიდან თქვენ
რადგან შენ თავართა და ბედეთა მიგიყვანენ თქვენ ჩემთვის საწამებად მოსწდა და წარმოწდა და რაჟობს მიცნენ თქვენ ნუ ზრუნავთ არანულა საიტყოდეთ გამიგვარეთ თქვენ იყვნენ ვერტყვენი არამედ სული მამისა თქვენისა რომელიც მოდეს თქვენ შორის გამეთუ მისცეს მამანის მაისიფილად და მამან შვილი და შვილი მამადერეთაზე და მოკვლიდნენ მათ გაიყვნენ თქვენ მოძილებულ ყოველთაგან სახელიცა ჩემისათვის ხოლო რომ მან დაიწმინოს სრულიად იგი ცხოვრდნენ დიდება შენ დაობავო დიდება შენ Sminta potidevolo წინასწარმეტყველო ელიაგაკა ევედრეთ მერცა ჩვენათვით დიდებულო წინასწარმეტყველო ელია ევედრეთ მერცა ჩვენთვით დიდებულო წინასწარმეტყველო ელიაგაკა ევედრეთ მერცა ჩვენათვით მართალო ელიაგაკა ევედრეთ მერცა ჩვენათვით მართალო ელია ევედრეთ მერცა ჩვენთვით მართალო ელიაგაკა ევედრეთ მერცა ჩვენათვით იქით მიბრუნდე და ეკალობე ისე წმინდა მოწამეო სალომეხე ევედრეთ მერცა ჩვენათვით წმინდა მოწამეო სალომე ევედრეთ მერცა ჩვენთვით წმინდა მოწამეო სალომე ევედრეთ მერცა ჩვენათვით დიდება ამასა და წესა და წმინდა სასულსა
ღერმეცა გევედრებით ღვთისმშობლისა ერისა ჩვენისა მეუფლებისა და მხედრობის ამისისათვის ღერმეცა გევედრებით უწმინდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცუმაქვაზეთის მიტროპოლიტისა დიდი სამეუფლისა მამისა ჩვენისა შიოსათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის ღერმეცა გევედრებით წყალობისა სიტყვისა სიმშვიდისა სიმართლისა და გებრძელობისა აქამდე რომელი მოელია შენ მიერ დიდსა და მდიდარ საწყალობასა Rame tu moțale de gați mopare mertitar da ședa de bazar doamne Maldita, tatisa, datvisa, sulisa Asta maradisa, upunite, cucurisante Kurkheva iuplisa თქვენზე და მისთა მადლითა და გასმოყარევითა ოლადვია სამარადისა უკუნითი უკუნისამდე ამენ იგება შენ და ქრისტეს ლერკოს აკმე ბაუჩელობიდე და შენ და იგება მასალათი სერასვინეცა სუსაცა მარადისა უკუნითი უკუნისამდე ამენ Upala shebesalen, Sakelita uprisata, Magalisto mavapurta. Breti გამყოლილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეუხებით ყოველად უხრწნელისა დედისათვისათა წვიდისასეც საუცხეულო ძალთა მთავართათა მიქაელისა და გაბრიელისათა და ყოველწეცსა წვიდათა უხორცოთა ძალთათა წვინსა დებულისა წინასწარ მეტყველისა წინამორბედისა ნათლისმელისა ივანესითა წვიანთა სანთა წინასწარ მეტყველთა ელუქისა ელუქისა და ივანე ღვთისმეტყველისათა და ყოველწვიანთა წინასწარ მეტყველთა წვიადებულთა და ყოვლადქებულთა ძალთა მოციქულთა პეტრესა და პავლესითა წვიადებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა ქართველ განმანათლებელთა Andria პირველწოდებულისა სიმონ კანელისა მატათა ბართლომე თადეოს მათე მახარებელისა და ყოველწვიანთა მოციქულთა და წვიდისა მოციქულთა სორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა და მოციქულთა სორთა მეფისა ჩვენისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა წვიდისა დიდისა მოწამისა ლეონ შემოსილისა საგვიროთმოქმედისა გიორგისა და დიდისა ქალწულ მოწამისა Barbares da Senta da Buxam Purnalisa da Did Motamisa Mepisa Trains Archilisa da Santa Data Motametan Shidopis Hotel Tabinadura Literatura Nipatura Sitan Smiata Shoris Manata Twentam Soprio Tadita Motwarta da Kadakta Vasili Didisa da Grigor Tismetvelisa Smiata Shoris Mamisa Twenisa Nikolaus Mironutis Tavarepiscopisa Saguros Mokvedisa da Salchensisa da Gol Tatsmiatam Del Tavartatan წვიანთა შორის მამისა ჩვენისა ივანეს დასნელის და მის არქორბეთა მოწაფეთა და წვიანთა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ აღსარებელისა სალოისა და წვიანთა და მართავთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანაისითა წვიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა ელია თესბელისა და ელია მართლისა და ჭავჭავადესი და წვიდისა მოწამისა სალომე ქართველისა და სპარსაგან წარებულისა რომელთა ხსენებას აგვასრულებ ჩვენ დღეს და ყოველთა წმინდათა და წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ივანე ოქროპირისათა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა საქიერარს და გასწმობარე ამენ